ისევ მონურ ხელფასებზე მუშაობენ სასტრაფოს ექიმები, ბაღის მასწავლებლები. საერთოდ რა გმირობის ფასად მუშაობენ ქართველი ბაღის მასწავლებლები, ამას რა ქვია, არ ვიცი. და ან ჩვეულებრივი მასწავლებლები საათებისთვის დასდევენ ერთმანეთს, რომ ის 20 და 30 ლარი მოემატონ თვეში. მათ ვერ გაუმჯობესდება ცხოვრება, იმიტომ რომ ეკონომიკური სისტემა უსამართლოა. ურჩევნია 15 მინისტრის და მათი მოადგილის ერთგულება იყიდოს ბიძინა ივანიშვილმა, რომ კარგად აბანაოს ოქროში და შოკოლადში და დანარჩენი საქართველო უნდა ყავდეს მონობაში. ეს არის ეს ეკონომიკური სისტემა. როდესაც მე ვთქვი აი იმაზე, რომ განსხვავებული ფასები უნდა დაწესდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ხო? მოქალაქეებისთვის უფასო, არა მოქალაქეებისთვის, რაც ფასი ჭირდება მერიას. ეხლა მე მინდა აი ძალიან სერიოზული ფაქტები მინდა გითხრათ მარტვილის კანიონი. აი ახლა ცოტა ხნის წინ მუშტაეთის პარკში გაკეთდა ახალი პარკი, მე დამყავს ბავშვი და უხედავ 15 ლარია შესვლა. მეგობრებო, როგორ შეიყვანს ორ ბავშვს თბილისში მაცხოვრებელი ადამიანი, ან მარტვილის კანიონში, ან უფლისციხეში, სადაც არის ასევე გადასახადი დაწესებული, ხო? ან ბოტანიკურ ბაღში, კაი, ცოტა იაფია შედარებით, მაგრამ ბოტანიკურ ბაღში ხალხი რო ცხოვრობს, იმას გასეირნება არ უნდა, იქ ყოველ დღე პენსიონერი რო არის. და ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოქალაქისთვის დარჩენა რთულია, იმიტომ რომ ესეთი სისტემაა, რომელიც მოქალაქეს აღრჩობს.